ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირებისთვის NCTS-ის ახალ მოდულში რეგისტრაციის შესწავლის მიზნით სწავლება გაიმართა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს ერთიან სისტემაში დაშვების პირობები, მათ შორის ტრანზიტის დეკლარაციის შევსება და შესაბამისი განცხადების წარდგენა, რაც გაცილებით გაამარტივებს ახალ პლატფორმაზე ორიენტირების პროცესს. ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ მასში შევსებული ტრანზიტის ერთი დეკლარაციით საქონელი გადაადგილდეს კონვენციის წევრ სახელმწიფოებს შორის. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ჩართული პირებისათვის ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან ერთად მომზადდა შესაბამისი კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, სამართლებრივ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელებმა შეისწავლეს როგორც სისტემაში დაშვების პირობები, NCTS სისტემაში მუშაობა, მათ შორის ტრანზიტის დეკლარაციის შევსება და შესაბამისი განაცხადების წარდგენა. გამომდინარე იქედან, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალია აღნიშნული სასწავლო კურსის ჩატარება დაგეგმილი არის უახლოეს მომავალშიც. ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ტრენინგი იყო, გავიარეთ როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკული, რის შედეგადაც უკვე დამოუკიდებლად შემიძლია შევავსო NCTS დეკლარაცია და თვირთი ერთი ელექტრონული დოკუმენტით გაუშვათ წევრ ქვეყნებში. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში წარდგენილი ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით ევროკავშირისა და კონვენციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე უკვე მარტივადაა შესაძლებელი საქონლის ტრანზიტული გადაადგილება.